ზესტაფონის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა თურქეთის ქალაქ ერზრუმში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე 4 პირველი, 1 მეორე და 1 მესამე ადგილები დაიკავეს. ასპარეზობის ჩემპიონის მედლები სემნარ ბენდელიანმა, დემეტრე ბირბიჩაძემ, გიორგი დვალმა და თამაზ ღვანიძემ დაისაკუთრეს, ხოლო მეორე ადგილის პრიზიორი გიგლა დვალი გახდა. მესამე პოზიციაზე ნოდარ ჯუღელი გავიდა. ამ შედეგებით ზესტაფონელმა ძიუდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე გუნდური პირველი ადგილით დაიკავეს. ძიუდოისტები ასპარეზობისთვის მწვრთნელმა ნიკა სვიანაძე მოამზადა. ვიჭირდა სამი შეხვედრა და დავიკავე პირველი ადგილი. მინდა მადლობა გადავხადო ჩემს სრუტელებს, ნიკა სვიანაძეს და კობა სვიანაძეს. და კიდევ უნდა ვივარჯიშო, რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი. თურქეთში გამართულ შეჯიბრზე დავიკავე პირველი ადგილი. ვიჭირდა 4 შეხვედრა, მე ჩემი შედეგით ვარ ძალიან კმაყოფილი, უფრო ბევრს ვარჯიშებ და გავხდები მსოფლიო ჩემპიონი. ფინალში ავხდი თურქს, ძალიან დაწაბული შეხვედრა იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დავამარცხე. მე ჩემ მადლობას ვუხდე ჩემს მწვრთნელებს, კობა სვიანაძეს და ნიკა სვიანაძეს. თურქეთში ჩატარდა ძიუდოს შეჯიბრი, სადაც იყვნენ მოწვეული თურქები, აზერები და ქართველები. ვიჭიდავ 5 შეხვედრა, გავიმარჯვე, დავიკავე პირველი ადგილი და მოვარჩი ვაპირებ ამ ვარჯიშის გაგრძელებას და ვესწრები რომ გავხდე ოლიმპიური, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. და სამი შეხვედრა დავამარცხდი ერთ ნახევარფინალში და გავაგზავნე ბრძოლა მესამე ადგილისთვის, სადაც დავამარცხე აზერბაიჯანი და დავიკავე მესამე ადგილი. ჩემი შედეგით ვარ კმაყოფილი და მინდა რომ უფრო მეტად ვივარჯიშო, რადგან შემდეგში შევძლო და დავიკავე პირველი ადგილი.